მე ვარ გრიგოლ გეგელია, 34 წლის, ისტორიკოსი და პოლიტიკური თეორიის დოქტორი. რატომ პოლიტიკა? იმიტომ რომ პოლიტიკა არის ადამიანების ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლის ყველაზე კარგი და ძლიერი მექანიზმი და მე ყოველთვის ბავშვობიდან მოყოლებული მქონდა ეს რაღაცა ნება საზოგადოებრივი ამბისადმი. ამითი ცხოვრობ, ცოცხლობ. ეს არ არის პროფესიული საქმე, ასე თუ ვიტყვით, რომელსაც ვაკეთებ 9-დან 6-მდე ან რაღაც გარკვეული ხელფასისთვის და ასე შემდეგ. ეს არის ჩემი ცხოვრების წესი, ჩემი კრედო და მრწამსი. აი ეს წლები, ყველაზე ენერგიული წლები რაღაც კუთხით მინდა რომ მოვახმარო ჩემს ქვეყანას და შემდეგ ძალიან მშვიდად დავწერო ბევრი წიგნი, წავიკითხო ბევრი ლექცია, წიგნი, რომელსაც დავწერ ქართულ ენაზე, ეს არის საქართველოს პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური აზრის შესახებ წიგნი. პირველი რესპუბლიკა მგონია მსოფლიო დონის და მასშტაბის პოლიტიკური ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, რომ ჩვენ ქართველებს შეგვიძლია ძალიან დიდი ამბიციური ამბების გაკეთება, თუ კი გეოპოლიტიკა და შიდა პოლიტიკა ამის საშუალებას მოგცემს. ის რაც ხდება დღეს არის სრული საპირისპირო იმისა, რაც იყო პირველი რესპუბლიკა. დღეს საქართველოს რეალურად როგორც სახელმწიფოებრივი ერთეული უბრალოდ ხვდება. დატოვე ადამიანების შიმშილში, უბედურებაში, დააჩოქე ერი ისე რომ ყველაფერი მისაღები გახდეს. ეს არის დადგენილი კურსი, რაც აქვს ივანიშვილის ხელისუფლებას. თუ კი ჩვენ შევძლებთ, რომ კონსოლიდირდეთ, გავერთიანდეთ, არჩევნებითაც უარი უთხრათ, აქციითაც უარი უთხრათ აი ამ უსასოობას და იმ შიშს, რაც ბევრ თქვენგანს ყოველდღიურად აქვს საკუთარი შვილების მომავლის შესახებ და არათუ მომავლის, არამედ მათი გამოკვების შესახებ, მე მწამს, რომ ჩვენ შეგვიძლია ახლავე მივცეთ რეალურ ცვლილებებს ძალიან სერიოზული ფიცი.